კონკურსის სახელწოდებით მე ომბუდსმენი 2014 დასრულდა. 500-მდე გუნდიდან საფინალო რაუნდში 17 გადავიდა, რომელთაგან საბოლოოდ 3 შეირჩა. პირველი ადგილის მფლობელები ბათუმელი მოსწავლეები არიან. დეტალები ხათუნა შაინიძის სიუჟეტში. მე ომბუდსმენი 2014-ის პირველი ადგილის მფლობელები ბათუმის ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. წარმატებული მე-11 კლასელები ამბობენ, რომ კონკურსში გამარჯვება საკითხისადმი ღრმა ინტერესმა განაპირობა. ადამიანის უფლებების დაცვას ისინი სამომავლოდ პროფესიით გააგრძელებენ. ოქტომბრის თვეში გამოცხადა ეს კონკურსი მე ომბუდსმენი და გადაწყვეტეთ მე და ნინომ რომ მიგვეღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ბევრი რამ ვიცით ადამიანის უფლებების შესახებ და თან სამართლისფეროც გვაინტერესებს ძალიან. 4 თებერვალს გავიგეთ პასუხები რედისონში დაჯილდოებისას და ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ არ ველოდით რომ პირველ ადგილზე გავიდოდი. აპირებ მომავალში ავირჩიო ისეთი პროფესია, რომელიც ადამიანის უფლებებს უკავშირდება, ამიტომ ამ კონკურსში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ რთული იყო 500 გუნდიდან პირველ სამეულში პირველ ადგილზე მოხვედრა. თან ჩვენთვის უცხო იყო კაზუსის ამოხსნა და საერთოდ მსგავს თემებზე მუშაობა. აქამდეც ვიყავით დაინტერესებული ადამიანის უფლებებში და ამიტომ გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა. გამარჯვებულ კონკურსანტებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა, საქართველოს სახალხო დამცველმა და ევროკავშირის ელჩმა. ის რომ ახალგაზრდები ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები, არიან ჩართულები და ცდილობენ რომ თავისი წვლილი შეიტანონ ამ საკითხების მოგვარებაში არის ძალიან კარგი და მისასალმებელი. ამის გარდა მნიშვნელოვანია რომ მათ ხელს უწყობს სახელმწიფო იმ თვალსაზრისით რომ სკოლაში სავალდებულო საგნის სამოქალაქო განათლების ასე ვთქვათ კურსის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საკმაოდ ამომწურავად მიეწოდება. ჩვენ ამ პროგრამის სამომავლოდ გაფართოებასაც ვფიქრობ სკოლის ფარგლებში და კარგია რომ იყო ამ შემთხვევაში რეგიონებიდან ჩართულობა და ვილოცავ მე გამარჯვებულებს. კონკურსი მე ომბუდსმენი ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა. 13-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას. ეს არის ყოველწლიური კონკურსი. ჩვენ ვაჯილდოვებთ კონკურსში გამარჯვებულებს. ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა ადამიანის უფლების შესახებ. თავარი არის მაინც მონაწილეობა და ის რომ ახალგაზრდა თაობა ადამიანის უფლებით არის დაინტერესებული და ჩვენ წავახალისებთ მომავალშიც მათ იმის რომ გაიღრმაონ ცოდნა ადამიანის უფლების შესახებ. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა და ფინანსებით წელს მეხუთედ გაიმართა.